ქართულენოვანი ტაბულა გადადის ინგლისურენოვანის მსგავსად ყოველთვიურ რეჟიმზე, თუ იყო ვთქვათ აი ესეთი ფორმატის მანამდე. ეხლა იქნება ესეთი დაახლოებით. გამოვა თვეში ერთხელ განსაზღვრულ რიცხვში. ეს განაპირობა პირველ რიგში იმან, რომ სამოქალაქო განათლების ფონდი, ანუ ტაბულას დამფუძნებელი, მუშაობს ტელევიზიის გეგმაზე. მოგიხსენებათ, რომ სამოქალაქო განათლების ფონდმა ტელეკომპანია საქართველოსგან შეიძინა 3 ლიცენზია, რომლის მეშვეობითაც იმაუწყებლებს ძირითად ურბანულ ცენტრებში, ეს არის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, საჩხერე და სენაკი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროთ, რომ ყოველკვირეული ჟურნალის ნაცვლად გამოგვეშვა ყოველთვიური, იმიტომ რომ ტაბულას ადამიანური რესურსი უნდა გადავისროლოთ ტელევიზიაში. ერთ-ერთი მხარდამჭერი, ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერი იქნება კახაბენდუქიძე, თუმცა ჩვენ ბუნებრივია შევეცდებით, რომ ფული სხვა სახსრებითანაც სხვა საშუალებებითაც მოვიზიდოთ, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თუ მედიის განვითარების დახმარების ფონდები. დავით კეზერაშვილი იღებს მონაწილეობას ჟურნალი ტაბულას დაფინანსებაში და ეს გაგრძელდება. არ ვიცი ტელევიზიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ადრე თუ ჩვენ კომენტატორებად გვყავდა ძალიან შეზღუდული რაოდენობა ხალხის, დღეს ეს არეალი გაიზარდა, იმიტომ რომ ის ადამიანები სამოქალაქო სექტორიდან, ვინც კვალიფიციური ადამიანები რაღაცნაირად შეისრუტან ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებამ და დღეს ეს ადამიანები თავისუფლები არიან, მუშაობენ, სავარაუდოდ ზოგიერთი მათგანი მუშაობს თავისუფალ უნივერსიტეტში, შესაბამისად, როდესაც კომენტატორზე ალაპარაკი, რასაც აი მოლაპარაკე თავს, რასაც ეძახიან talking heads, ვთქვათ, დასავლეთში, ამათი რაოდენობა ჩვენთვის გაიზარდა და ეს ადამიანები არიან ზუსტად ის ვისაც ვთქვათ წამყვანი პოზიციები ეჭირა ადრე სახელმწიფო სტრუქტურებში და მე ვახსენე იქ ოთო კახიძე ვახსენე, ანდრო გიგაური ვახსენე, ეკა ზღულაძეს ვახსენე, მათ შორის ვატო ლეჟავა შემიძლია დავამატო. ეს ადამიანები კომენტატორების სახით და არა წამყვანების მიიღებენ ბუნებრივია მონაწილეობას ყოველთვის ჩვენ გადაცემებში და მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს შეაფასებენ და ვთვლი რომ მათი ექსპერტიზა ჩვენ ძალიან გამოგვადგება მათი გამოცდილებაც.